გამარჯობა მეგობრებო. დღეს ჩვენ ერთად ვიმოგზაურებთ ჯორდან პეტერსონის გენიალურ წიგნში ცხოვრების 12 წესი. ქაოსის ანტიდოტი. ეს არ არის მხოლოდ წესები, ეს არის გზამკვლევი უფრო ძლიერ, შვიდ და გონივრულ ცხოვრებამდე. თუ მზად ხართ აღმოაჩინოთ სიბრძნე, რომელიც შეცვლის თქვენს აზროვნებას და ყოველდღიურობას, გამოგყვევით ბოლომდე. და არ დაგავიწყდეთ გამოწერა, რადგან აქ კიდევ ბევრ საინტერესო წიგნს და ცხოვრებისეულ გაკვეთილს მოვისმენთ. ქაოსი ყველგანაა ჩვენს ირგვლივ. ეს ცხოვრების თანდაყოლილი ნაწილია. თუმცა, ქაოსს წესრიგი სჭირდება. როგორც ინისა და იანის ურთიერთქმედება, ჩვენი ცხოვრება მოითხოვს ქაოსსა და წესრიგს შორის ბალანსს. ზედმეტი სპონტანურობა ქაოსს წარმოშობს, ხოლო ზედმეტი სტრუქტურა სიმკაცრეს. ქაოსი მაშინ გვეუფლება, როდესაც უსისტემობა გვამძიმებს. საფრთხეს უქმნის ჩვენს კეთილდღეობასა და ბალანსის შეგრძნებას და გვხვდის დაუცველებს. ამიტომაცაა წესები აუცილებელი. ისინი ქაოსის წესრიგად გარდაქმნაში გვეხმარება. წესები გვაძლევს მიმართულებას, რომელიც სტრუქტურასა და აზრს მატებს ჩვენს ცხოვრებას. წიგნში ცხოვრების 12 წესი ცნობილი კლინიკური ფსიქოლოგი და პროფესორი ჯორდან პეტერსონი წარმოგვიდგენს პიროვნული ზრდისა და მდგრადობის ჩარჩოს, რომელიც ეფუძნება პრინციპებს, რომლებსაც შეუძლიათ სტაბილურობისა და მიზნის გაჩენა. პეტერსონი ამტკიცებს, რომ შეგვიძლია ვუპასუხოთ ცხოვრების გამოწვევებს და შევინარჩუნოთ ბალანსი. მოდით დავიწყოთ. წესი პირველი. მხრებში გამართულად და თავდაჯერებულად იარეთ. შენი პოზა მძლავრ სიგნალებს უგზავნის როგორც ტვინს, ისე გარშემომყოფებს. გამართული დგომა ასხივებს სიძლიერეს, პასუხისმგებლობას და საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლს. მოშვებული პოზა კი უბედურებას და დაბალ თვითშეფასებას. სხეულსა და გონებას შორის კავშირი ღრმაა. სწორად დგომა ზრდის სეროტონინის დონეს, აუმჯობესებს განწყობას და თავდაჯერებას, ამცირებს სტრესს, ცუდი პოზა კი პირიქით ზრდის კორტიზოლს, ამცირებს თვითშეფასებას და ქმნის ნეგატიურ ციკლს. პეტერსონის პირველი წესი ხას უსვამს საკუთარ თავში წესრიგის დამყარების მნიშვნელობას. როცა თავს ღირსეულად და თავდაჯერებულად გრძნობ, ქმნის შინაგან წესრიგს, რომელიც გაძლევს ძალას, გაუმკლავდე გარე გამოწვევებს. წესი მეორე. თავს ისე მოეპყარით, როგორც იმ ადამიანს, ვისაც თქვენი დახმარება სჭირდება. პეტერსონი აკვირდება პარადოქსს. ბევრი ადამიანი სხვებზე უფრო მეტად ზრუნავს, ვიდრე საკუთარ თავზე. მაგალითად, ისინი უზრუნველყოფენ, რომ მათმა შინაურმა ცხოველებმა ან საყვარელმა ადამიანებმა მიიღონ დროულად დანიშნული წამალი, მაგრამ თავად უგულებელყოფენ საკუთარ ჯანმრთელობას. პეტერსონის აზრით, საკუთარ თავზე ზრუნვა ეგოიზმი კი არა, ვალდებულებაა. როდესაც საკუთარ თავს ისეთივე ყურადღებას მიაქცევ, როგორც საყვარელ ადამიანს, ამით ადასტურებ საკუთარ ფასეულობას და წესრიგს შემოიტან ცხოვრებაში. როცა საკუთარ თავს უგულებელყოფ, ქაოსს იწვევ. საკუთარი თავისადმი იგივე ზრუნვის გამოვლენა, რასაც სხვებს ანიჭებ, ქმნის ბალანსს და გეხმარება ცხოვრებისეული გამოწვევების უფრო ეფექტურად მართვაში. წესი მესამე. დაუმეგობრდით მათ, ვისაც თქვენთვის მხოლოდ საუკეთესო სურთ. ჩვენი ქცევა დიდწილად გარემოს გავლენით ყალიბდება. ცუდი ჩვევების მქონი ადამიანებთან ურთიერთობა ხშირად გვაკოპირებინებს მათ. ხოლო მხარდამჭერი და მიზანმიმართული მეგობრები გვიბიძგებენ პოზიტიური თვისებებისკენ. ასეთი ურთიერთობები გვაძლევს სტაბილურობას, ხოლო ტოქსიკური კავშირები ქაოსს. ეს განპირობებულია სოციალური კონტაგიით, სადაც ემოციები და ქცევები ვრცელდება სოციალური ქსელების მეშვეობით. ჯანსაღი ურთიერთობები აუცილებელია შენს ცხოვრებაში წესრიგის შესანარჩუნებლად. მეგობრები, რომლებიც შენზე ზრუნავენ, უზრუნველყოფენ სტაბილურობას და მხარდაჭერას. გეხმარებიან ცხოვრების ქაოსში ნავიგაციაში. ამის საპირისპიროდ, ტოქსიკურ ურთიერთობებს შეუძლია არასაჭირო არეულობა შემოიტანოს. წესი მეოთხე. შეადარე თავი საკუთარ გუშინდელ ვერსიას და არა სხვებს. სოციალური შედარების თეორია, რომელიც ფსიქოლოგმა ლეონ ფესტინგერმა შემოიღო 1954 წელს, ხსნის
თუ როგორ აფასებენ ადამიანები თავიანთ ღირებულებას ხვებთან შედარების გზით. მიუხედავად იმისა, რომ ამან შეიძლება ხელი შეუწყოს თვითგანვითარებას, ის ხშირად იწვევს ნეგატიურ ემოციებს, როგორიცაა შური და წყენა. განსაკუთრებით სოციალური მედიის ეპოქაში, სადაც მუდმივად ვხედავთ სხვების იდეალიზებულ ვერსიებს. პეტერსონი გვაფრთხილებს ასეთი შედარებების საშიშროების შესახებ, რადგან მათ შეუძლიათ დააზიანონ თვითშეფასება და გამოიწვიონ ქაოსი. იმის ნაცვლად, რომ სხვებზე გაამახვილო ყურადღება, ის გვირჩევს შეადარო შენი თავი იმას, ვინც გუშინ იყავი, რაც ხელს უწყობს პიროვნულ ზრდას და შენ ცხოვრებაში წესრიგის შენარჩუნებას. წესი მეხუთე. არ მისცეთ თქვენ შვილებს იმის გაკეთების უფლება, რაც მათ მიმართ მტრულად განგაწყობთ. ბავშვებს სჭირდებათ საზღვრები. თუ წესები არა აქვთ, ქცევითი პრობლემები და უპატივცემულობა ჩნდება. მკაფიო საზღვრები იცავს მათ ქაოსისგან და აძლევს სწორი განვითარების შანსს. წესი მეექვსე. სანამ სამყაროს გაკრიტიკებას დაიწყებდეთ, ჯერ თქვენი სახლი დააწკრიალეთ. მსოფლიოს შეცვლა ქაოტური საქმეა. სანამ გარე ქაოსზე იმოქმედებ, ჯერ საკუთარი ცხოვრება უნდა მოაწესრიგო. ეს ნიშნავს გარემოს მოწესრიგებას, მიზნების დასახვასა და პრობლემების გადაწყვეტას. შინაგანი წესრიგი აძლიერებს გონებასა და სტრესის მართვის უნარს. ეს ნიშნავს შენი გარემოს მოწესრიგებას, მიზნების დასახვას და გადაუჭრელი საკითხების მოგვარებას. ამით შენი გონება უკეთ იქნება მომზადებული სტრესის სამართავად და რაციონალური გადაწყვეტილებების მისაღებად. რაც გადამწყვეტია, უფრო დიდი საზოგადოებრივი გამოწვევების დაძლევისას. წესი მეშვიდე. ისწრაფით იმისკენ, რაც მნიშვნელოვანია, და არა იმისკენ, რაც მომგებიანია. მნიშვნელოვანი საქმეები ქმნის ხანგრძლივ წესრიგს და მიზანს, მაშინაც კი თუ ისინი საჭიროებენ ქაოსთან და ხანმოკლე დისკომფორტთან შეჯახებას. ამის საპირისპიროდ, მიზანშეწონილი გზის არჩევა იძლევა მყისიერ სიამოვნებას, მაგრამ ხშირად იწვევს გრძელვადიან ქაოსსა და არეულობას. ეს წესი ხაზს უსვამს გრძელვადიანი მიზნებისა და ღირებულებების პრიორიტეტულობას ხანმოკლე სიამოვნებაზე. კვლევები დაგვიანებულ სიამოვნებაზე, როგორიცაა ცნობილი მარშმელოუს ტესტი, აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიონ მყისიერ ჯილდოს, გრძელვადიანი მიზნების სასარგებლოდ, ცხოვრებაში უფრო მეტ წარმატებას აღწევენ. ეს შეესაბამება პეტერსონის პრინციპს, რომ მისდიო იმას, რაც მნიშვნელოვანია, და არა იმას, რაც მარტივი და მიზანშეწონილია. პეტერსონი ამტკიცებს, რომ მნიშვნელობის გზა შეიძლება უფრო რთული იყოს, მაგრამ ის ხელს უწყობს მდგრადობას, ზრდას და კმაყოფილების უფრო ღრმა გრძნობას. ხანმოკლე გამოწვევებთან დაპირისპირებით, შენ ქმნის სტაბილურ საფუძველს გრძელვადიანი წესრიგისა და კეთილდღეობისთვის. წესი მერვე. გულწრფელობა გამოიჩინეთ ან სულ მცირე ნუ იცრუებთ მაინც. ნეიროვიზუალიზაციის კვლევები აჩვენებს, რომ ჩვენი ტვინი უფრო მეტად მუშაობს, როცა ვცრუობთ, ვიდრე მაშინ, როცა სიმართლეს ვამბობთ. პრეფრონტალური ქერქი, რომელიც ჩართულია გადაწყვეტილების მიღებასა და თვითკონტროლში, უფრო ინტენსიურად მუშაობს მოტყუების დროს. ამ გაზრდილმა გონებრივმა ძალისხმევამ შეიძლება გამოიწვიოს სტრესი, დაღლილობა და საერთო კეთილდღეობის დაქვეითება. სიმართლის თქმა ხელს უწყობს სიცხადესა და სტაბილურობას, სიცრუე კი ქმნის დაბნეულობას და არეულობას. პატიოსნება გვეხმარება პირადი მთლიანობის შენარჩუნებაში, აძლიერებს ურთიერთობებს და ხელს უწყობს სტაბილურ, მოწესრიგებულ ცხოვრებას. ამის საპირისპიროდ, სიცრუეს შეუძლია სწრაფად გამოვიდეს კონტროლიდან, დაამახინჯოს თვითახმა და დაანგრიოს ნდობა. წესი მეცხრე. დაუშვით, რომ ადამიანმა, რომელსაც უსმენთ, იცის ის, რაც თქვენთვის არაა ცნობილი. პეტერსონის წესი მჭიდრო კავშირშია ინტელექტუალურ თავდამბლობის კონცეფციასთან, რომელიც გულისხმობს შენი ცოდნის საზღვრების აღიარებას და სხვებისგან სწავლისთვის ღიაობას. კვლევები აჩვენებს, რომ ინტელექტუალური თავდამბლობა დაკავშირებულია უფრო მეტ ღიაობასთან, უკეთეს გადაწყვეტილების მიღებასთან და ჯანსაღ სოციალურ ურთიერთობებთან.
სხვებთან ღია გონებით ურთიერთობა არა მხოლოდ აფართოებს შენს გაგებას, არამედ ეხმარება წესრიგის შექმნაში ახალი პერსპექტივების ინტეგრირებით. მეორე მხრივ, სხვების თვალსაზრისის უარყოფა ხელს უწყობს უმეცრებას და იწვევს ვიწრო აზროვნების ქაოსს. წესი მე-10. სათქმელი ზუსტად და მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ. ადამიანის ტვინს აქვს ინფორმაციის დამუშავების შეზღუდული უნარი. შენს მეტყველებაში სიზუსტე ამცირებს კოგნიტურ დატვირთვას გაურკვევლობის მინიმიზაციითა და სიცხადის უზრუნველყოფით, რაც მსმენელებს უადვილებს შენი გზავნილის გაგებასა და დამუშავებას. ენაში სიზუსტე ქმნის წესრიგს შენი აზრებისა და განზრახვების ნათლად განსაზღვრით, რაც ხელს უშლის გაუგებრობებს და ამცირებს არასწორი კომუნიკაციის რისკს. წესი მე-11. სკეიტბორდზე მდგარ ბავშვებს ხელი არ შეუშალოთ. განვითარების ფსიქოლოგიის კვლევები ხას უსვავს მდგრადობის ასაშენებლად რთულ აქტივობებში ჩართვის მნიშვნელობას. ეს წესი ხას უსვავს ბავშვებისთვის კონტროლირებადი რისკების, როგორიცაა სკეიტბორდით სიარული, მიცემის მნიშვნელობას, რათა მათ ისწავლონ მდგრადობისა და პრობლემის გადაჭრის უნარები. ამ რისკებთან დაპირისპირება ზრდის თავდაჯერებულობას და ამზადებს მათ ცხოვრების უფრო დიდი გამოწვევებისთვის. ამის საპირისპიროდ ზედმეტი მზრუნველობა აფერხებს ზრდას, რადგან ართმევს ბავშვებს აუცილებელ ცხოვრებისეულ უნარებს და უბედურებასთან ადაპტაციის უნარს. წესი მე-12. ქუჩაში კატას თუ შეხვდებით, მოეფერეთ. ეს სიმბოლურად ნიშნავს, რომ ყოველდღიურ ქაოსში უნდა ვიპოვოთ მცირე, მშვიდობიანი მომენტები. უბრალო სიხარულის დაფასება, როგორიცაა კატასთან ურთიერთობა, გვინარჩუნებს ემოციურ ბალანსს და გვასწავლის სილამაზის დანახვას უბრალო დეტალებში. ჯორდან პეტერსონის ეს 12 წესი გვახსენებს, რომ ქაოსსა და წესრიგს შორის ბალანსის პოვნა ყოველდღიური ამოცანაა. როცა საკუთარ ცხოვრებაში წესრიგს შევიტანთ, უკეთ შევძლებთ გარე ქაოსთან გამკლავებას და უფრო მდგრადი, აზრიანი ცხოვრების აშენებას.